იღებ უდიდეს რისკს და ყიდულულ მიწასთან გასწორებულ, გაკოტრებულ ბიზნესს იმის იმედით, რომ ფულის აკეთებელ მანქანად გადააქცევ. მაგრამ აღმოაჩენ, რომ შენი საქმე არც ხალხს და მით უმეტეს არც სახელმწიფოს არ მოსწონს და თანაც ისე, რომ საქმის კეთებას გიკრძალავენ. დღეს მოგიყვებით, როგორ შეიქმნა UFC. 1993 წელი არტ დეივიმ, რონიონ გრეისიმ და ბობ მეიროვიცმა გადაწყვიტეს ცოტა უცნაური იდეისთვის ხორცი შეესხათ. არტ დეივი იყო ბიზნესმენი, მარკეტერი და უბრალოდ კაცი, რომელსაც აინტერესებდა, რომელი საბრძოლო ხელოვნება იქნებოდა ყველაზე გამოსადეგი რეალური საფრთხის პირობებში. რონიონ გრეისი იყო ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს მასტერი, რომელსაც უნდოდა უბრალოდ ამ ხელოვნების პოპულარიზაცია. ხოლო მეიროვიცი იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, იმ კომპანიის, რომელიც ატარებდა pay-per-view ივენთებს. Pay-per-view არის სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გადაიხადონ მხოლოდ კონკრეტული ღონისძიების საყურებლად, მაგალითად სპორტული მატჩი, კონცერტი ან სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება. იდეამ სრული ფორმა მიიღო, პარტნიორობა შედგა და აქედან იწყება ყველაფერი. დაანონსეს ღონისძიება, რომელსაც Ultimate Fighter Championship-ი დაარქვეს. 93 წლის 12 ნოემბერი, კოლორადო. ნახევრად სავსე მაკნიკოლსის სპორტულ არენაზე ჩატარდა პირველი UFC-ს ივენთი, UFC 1. ღონისძიებაზე მონაწილეობდა 8 მებრძოლი, რომლებიც განსხვავებულ საბრძოლო ხელოვნებებს წარმოადგენდნენ. ესენი იყო კრივი, ჭიდაობა, კარატე, კიკბოქსი და ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ. ხო, და ასევე ერთი სუმოისტიც იყო. მებრძოლებს არავინ ავალდებულებდა, რომ რაიმე დამცავი აღჭურვილობა ჰქონოდათ. საერთოდ არც წონითი კატეგორიები არსებობდა. წესები იყო მარტივი: გადი ოქტაგონზე და მაგრას ცემე შენი მეტოქი. ასევე არ იყო ტაიმერი. არბიტრი მხოლოდ მაშინ აჩერებდა ბრძოლას, როცა რომელიმე მებრძოლი ითიშებოდა ან ვეღარ აგრძელებდა. თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ ღონისძიება ერთ ჭირადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ UFC 1-მა გასაოცარი შედეგი დადო და ბლომად ფულიც მოიტანა. აი, მაგრამ სახეში ჭახანი მაშინ იგრძნეს, როცა კრიტიკოსები შეფასებას გაეცნენ. კრიტიკა მოდიოდა პოლიტიკოსებისგან, სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებისგან და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ამბობდა, რომ ასეთი ბრუტალური რამ იყო უბრალოდ სრული ნაგავი და სპორტთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს საკუთარი საქმე გაიგრძელებინათ და გაეკეთებინათ იგივე, კიდევ და კიდევ. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ბილეთის გაყიდვა უფრო ჭირდა. ეს ნაწილობრივ იმის ბრალიც იყო, რომ ორგანიზაციის სლოგანი იყო არანაირი წესები. ჩხუბები იმდენად ბრუტალური იყო, რომ მაყურებელთა უმეტესობა ვერც უყურებდა. ამის გამო 96 წელს შეერთებული შტატების სენატორმა ჯონ მაკაიმ განკარგულება გასცა UFC საკრძალვასთან დაკავშირებით 50-ვე შტატში. ეს იყო წერტილი, საიდანაც ორგანიზაციამ გადაწყვიტა რაიმე მოიფიქრებინა წესებთან დაკავშირებით. ცოტაი გაიგე. ფეხებში უარავის მივედ მოედოთ. მებრძოლები ვალდებულები გახდნენ, დამცავი ეკიპირება ჰქონოდათ. ასევე არბიტრები გააფრთხილეს, რომ ბრძოლა იმ წამსვე გაიჩერებინათ, როგორც კი შეატყობდნენ, რომ რომელიმე მებრძოლს ჩხუბის გაგრძელების თავი აღარ ჰქონდა, ან უბრალოდ თავს ვეღარ იცავდა. შემოიღეს ყველაზე მთავარი, წონითი კატეგორიები და საერთოდაც, აქამდე თუ უფლება ჰქონდათ, რომ წაქცეული მეტოქისთვის თავში ფეხი ჩაერტყათ, ეგეც აკრძალეს. შემოიღეს 5 წუთიანი რაუნდებიც, რომ ბრძოლას მეტად სპორტული ხასიათი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საყურებლად დადიოდა და ფულით შემოდიოდა, UFC ვერანაირ კომერციულ მოგებას ვერ ნახულობდა. ორგანიზაციას სჭირდებოდა ჩემპიონი, რომელიც მას სრულიად ახალ და უცხო ეტაპზე გადაიყვანდა. აი, მალევე კი ეს ჩემპიონიც გამოჩნდა. დენა ვაითის ისტორია იწყება 60-იანი წლების ბოლოდან. დაიბადა ქალაქ მანჩესტერში, იზრდებოდა დედასთან და ბებიასთან ერთად, რადგან მამამისი ალკოჰოლიკი გახლდათ. ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო დედამისს ხშირად უწევდა სხვადასხვა სამსახურში ერთდროულად ემუშავა, რათა დენას და მის დას სკელის დახმარებოდა. ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და ბოლოს, როდესაც ვეგასში გადავიდნენ, დანამ სიარული დაიწყო ეპისკოპოსი გორმანის კერძო კათოლიკურ სკოლაში. იქამდე სანამ დედავებს გააბრაზებდა და გამოაგდებდნენ, მოასწრო და გაიცნო იქაური სკოლის მოსწავლე ლორენცო ფერდიტა. რატომ არის ეს სახელდავგარი მნიშვნელოვანი? ამას ცოტა ხანში გაიგებთ. ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო იმატებდა ინტერესი სპორტის მიმართ, უფრო მეტად კრივის. დანა 17 წლის იყო, როდესაც კრივში ვარჯიში დაიწყო. თუმცა რინგზე ხშირად ვერ ხვდებოდა. ორჯერ სცადა სწავლის დაწყება 2 სხვადასხვა კოლეჯში, თუმცა ორივედან გამოაგდეს. ამის გამო იყო სამსახურის ძიებაში, უწევდა მუშაობა, მათ შორის ადმინისტრატორად, სადაც თანამშრომლები ჩხუბობდნენ იმისთვის, რომ გაერკვიათ, ვის დარჩებოდა სტუმრის მიერ დატოვებული ჩაი. დანას ყურადღება არ მოუდუნებია და აგრძელებდა საკუთარი ოცნებებისკენ სწრაფოს.
გაიცნო და დაუმეგობრდა პიტერ უელშს, კრივის ლეგენდას, რომელთან ერთადაც შემდგომში კრივის დარბაზი გახსნა. ბიზნესი ბიზნესად, მაგრამ თავიდან უაიტს უნდოდა რომ პროფესიონალი მოკრივე გამხდარიყო. მაგრამ როცა ხედავდა სხვა მოკრივეებს სხვადასხვა ქრონიკული ტრამვები და დაზიანებები თავის არეში, გადაწყვიტა რომ წუთნელობას დასჯერებოდა. ფული შემოდიოდა, მაგრამ პრობლემები მხოლოდ ახლა იწყებოდა. რახან დანას მცირე ბიზნესმა გაამართლა და წარმატებული გამოდგა, მან იქაური განგსტერების ჯგუფის, ნოტარიუს ვინტერ ჰილის ყურადღება მიიპყრო, რომელსაც კრიმინალური ბოსი უაიტი ბალჯერი ყავდა სათავეში. დანაბიძიას თქმით, ზემოთხსენებული ჯგუფის ორი წევრი მის ერთ-ერთ დარბაზში მივიდა, ვარჯიში გააჩერა და სასტრაფოდ ფული მოითხოვა, $2500. მაგრამ აყუთი გადასახდელი უნდა გადაიხადოთ, ძმაო, ეს წესია, თო? ვიხდი თქვა, ხო გიხდი. თავიდან უაიტს ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონა და განგსტერები დააიგნორა. მაგრამ მეორე დღეს, როცა თავად გენგის უფროსმა დაურეკა და უთხრა, რომ თანხა პირველ საათამდე უნდა მოეტანა, თავისი სიცოცხლე აღარ გარისკა, ცალმხრივი ბილეთი აიღო და ვეგასში წამოვიდა. გახსოვთ წეღან ფერდიტა რომ მოახსენე. ზუსტად იმ დროისთვის, როდესაც დანა ვეგასში ჩამოვიდა, ლორენცოს და მის ძმას უკვე კაზინო ჰქონდათ გახსნილი ვეგასის მახლობლად. შესაბამისად უკვე ყელამდე ფულში იყვნენ. მათი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ერთი საერთო მეგობრის ქორწილში. ძმებმა უკვე კარგად იცოდნენ დენას ბიზნესის და კრივის შესახებ, ამიტომ სთხოვეს რომ კრივში ვარჯიშებინათ. მანაც უარი არ უთხრა და სამა მუშკეტერმა დაიწყო ვარჯიში. ამ დროის განმავლობაში უაიტმა მის ერთძველ მეგობარს და ტრენერს, ჯონ ლუის თხოვა რომ მათ ჯგუფში გაწევრიანებულიყო. ასეც მოხდა, მაგრამ ეს ამბავი კრივში ვარჯიშით აღარ გაგრძელებულა. ლუისი MMA-ის მებრძოლი იყო და უკვე UFC-ში გამოდიოდა. შესაბამისად, იგი თავის ტექნიკას მის მეგობრებთანაც იყენებდა. დანას და ძმებ ფერდიტებს ძალიან დაევასათ მისი სტილი, ანუ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ და ვარჯიშიც დაიწყეს. I remember thinking, holy shit, can't believe that I'm, 28 years old. And this is the first time I'm experiencing this, that another human being could do this to me on the ground. ამ დროის მანძილზე უაიტმა ლუისის დახმარებით მოახერხა და გაიცნო სხვა UFC-ს მებრძოლები, რომლებსაც დაუახლოვდა და მოგვიანებით საერთოდ ზოგიერთის მენეჯერიც კი გახდა. ურთიერთობა ჰქონდა ისეთ მებრძოლებთან, როგორებიც იყვნენ ჩაკ ლიდელი, ტიტო ორტიზი, რენდი კოტური და BJ პენი. გაქექილმა დანამ ამ სრულ იმდენი მოახერხა, რომ ორგანიზაციის შიდა სამზარეულოს უკეთ გაეცნო და მოგვიანებით უკვე თავად ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა ივენთები უკეთესად ჩატარებულიყო. გადამწყვეტი მომენტი იყო მაშინ, როდესაც მას წვდომა მისცეს UFC-ს ფინანსურ ფაილებთან, სადაც აღმოაჩინა რომ კომპანია გაკოტრების პირას იყო და მისი იმჟამინდელი მფლობელი ბობ მეიროვიცი მის გაყიდვას აპირებდა. უაიტი მივიდა ძმებ ფერდიტებთან, რათა გაეგო იყვნენ თუ არა დაინტერესებული საერთოდ ამ პროექტით. გამოიცანით რა მოხდა? დიახ, ბიჭებმა 2001 წელს შეიძინეს ორგანიზაცია $2,100,000. რამდენადაც კარგი იყო ეს ამბავი, იმდენად მეტი სირთულე იყო გადასალახავი. იყიდეს მიწასთან გასწორებული კომპანია, რომელსაც უკვე დათმობილი ქონდა მისი ყველანაირი აქტივი, რომ გაკოტრებისგან თავი აერიდებინა. რაც ძმებ ფერდიტებს და დანას შემორჩათ, იყო ბრენდის დასახელება და ერთი ძველი ოქტაგონი. სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ იყო, მაგრამ ბიჭებმა მიზანი დაისახეს, რომ უდიდესი სპორტული იმპერია აეშენებინათ. მიუხედავად იმისა, რომ წინა მფლობელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, ორგანიზაცია მაინც არ იყო აღიარებული როგორც ბრენდი. უაიტს ბრძოლა უწევდა არაერთ ფრონტზე. რთული იყო, რომ ყოველთვის ჩაეტარებინა pay-per-view ივენთები, პრობლემები ჰქონდა სახელმწიფო რეგულაციებთან და ყველაზე მთავარი, ის ბრუტალურობა, რომელიც ამ სპორტს თან ახლდა. მიხვდებოდით და ამის გამო სპონსორის მოძიება კატასტროფულად რთული იყო. 2004 წლისთვის ძმებს 40 მილიონზე მეტი ჰქონდა დახარჯული კომპანიაზე, ისე რომ მოგებას საერთოდ არ უნახავთ. დიდხნიანი ფიქრის და დანასთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტეს კიდევ ერთი სარისკო ნაბიჯი გადაედგათ, გაესროლათ 10 მილიონი და შეექმნათ რეალიტი შოუ The Ultimate Fighter. აი, ჩათვალეთ იგივე Prime House-ი, ოღონდ ნამდვილი მებრძოლებით წავს. Pay-per-view ივენთებით ძალიან რთული იყო, რომ გაეგოთ მაქსიმუმ რამდენ ადამიანს შეიძლებოდა ეყურებინა ივენთი. მაგრამ MMA-ის გაშვება საკაბელო ტელევიზიით ეს რაღაც საერთოდ ახალი იყო. გამოჩნდა შოუ, სადაც მებრძოლები ორ გუნდად იყოფოდნენ შესაბამისი წონითი კატეგორიებით. დამარცხებულები ვარდებოდნენ, გამარჯვებულები შემდეგ ეტაპზე გადადიოდნენ და ფინალში გასული ორი მებრძოლი ერთმანეთს ეჩხუბებოდა ტიტულისთვის. შოუ საყურებლად მართლა გასართობი იყო, თუმცა გაყიდვა მაინც ჭირდა. ასეთი პროექტები ზოგადად ტელევიზიები არ ინტერესდებოდნენ, არადა ყველაზე მეტი ფული სწორედ აქედან იშოვებოდა. ეს ყველაფერი გაგრძელდა იქამდე, სანამ ერთ-ერთი არხი, სახელად Spike-ი, არ დაინტერესდა და UFC-სთან კონტრაქტი არ გააფორმა. სვლა ნამდვილად წარმატებული გამოდგა. როგორც კი შოუს პირველი ეპიზოდი გამოვიდა, ნახვებმა 1 მილიონს გადააჭარბა. როგორც იქნა დაიწყო აღმასვლა და მაყურებელმა სეზონის ბოლოს იხილა პირველი ოფიციალური UFC-ს ივენთი ტელევიზიით. ბრძოლა ფორესტ გრიფინისა და სტეფან ბონერს შორის. ჩხუბი, რომელიც მართლა ძალიან მაგარი გამოდგა და ამავდროულად კომპანიის გადამრჩენელიც. ბიჭებმა ნამდვილი შოუ დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბი ბონერმა მოიგო, UFC-ს კონტრაქტი ორივე მებრძოლს მისცეს. ურთიერთობა გააგრძელეს ასევე UFC-მ და Spike TV-მ.
ბიჭების გეგმა მიმუშავა და MMA მეინსტრიმ მედიაში გაეშვა. აქედან იწყება კომპანიის ცნობადობის არანორმალურად გაზრდა. 2011 წელს ასევე გაფორმდა ხელშეკრულება, რომ UFC-ის ივენთები Fox Sports გაეშვა, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარა ამ სპორტს, რომ საერთაშორისო მასშტაბის ფენომენი გამხდარიყო. ტარდებოდა უამრავი ლამაზი და სანახაობრივი ბრძოლა მსოფლიოს გარშემო. სხვათა შორის მაშინ CD დისკების ბიზნესი ბუმში იყო და მაშინ დენა ასეთ რაღაცას აკეთებდა. CD დისკზე წერდა ტოპად ჩხუბებს, ფინიშებს, ამ CD დისკებს ყიდდა და ეს ბიზნესი ცალკე ძალიან მაგრად მუშაობდა. გამოჩნდნენ სხვადასხვა წარმატებული მებრძოლები, რომლებიც White-ს სხვა უფრო დაბალი რანგის ორგანიზაციებიდან მოყავდა. ბევრი იყო ისეთიც, რომელიც UFC-ში მოსვლის შემდეგ საერთაშორისო სცენაზე ნამდვილ სუპერ ვარსკვლავად იქცნენ. Ronda Rousey, Anderson Silva, George St. Pierre, Khabib Nurmagomedov და Conor McGregor. კაცი, რომელმაც ორგანიზაცია და MMA სრულიად სხვა დონეზე აიყვანა. მისი შოუმენობის წყალობით, არა მხოლოდ ის, UFC-ც ძალიან პოპულარული გახდა. ეს იყო ახალი ერა, გამოჩნდა უამრავი ახალი გულშემატკივარი და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა თქვენგანი, ისევე როგორც მე, სწორედ ამ მომენტიდან უყურებთ ამ სპორტს. ამ ხელა ზრდამ საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ სხვა უფრო დიდი კომპანიები დაინტერესდნენ. და 2016 წელს მემა ფერტიტემმა და White-მა კომპანია გაყიდეს 4 მილიარდ დოლარად. ხო, შეგახსენებთ, რომ კომპანია 2 მილიონად იყიდეს. 2018 წელს მილიარდ ნახევრიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი ESPN-თან, რომ ტელევიზია გამხდარიყო მათი ოფიციალური სატელევიზიო პარტნიორი. რაც და როგორც არ უნდა იყოს, მეტწილად ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ საერთოდ MMA არსებობს და გულშემატკივრები უყურებთ. გამოუვიდა და შექმნა საერთოდ არაფრიდან 10 მილიარდიანი კომპანია, რომელმაც საბრძოლო ხელოვნებებზე უდიდესი გავლენა მოახდინა. დღეისთვის კი სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. ჩვენ კი შევხვდებით მომდევნო ეპიზოდში.